გამარჯობა, მე ვარ თაკო ბასილია, ეს Wellness podcast-ია. ჩემი სტუმარია ნუტრიციის თერაპევტი სოფო გიგიტაშვილი. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ დეტოქსზე და თვით აღდგენაზე. გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი YouTube არხი Wellness podcast-ი. მე ვარ სოფია გიგიტაშვილი, ნუტრიციის თერაპევტი. სოფო, როგორ ხარ? ძალიან კარგად. ძალიან მიხარია, მადლობა, ჩემი სტუმარი რო ხარ დღეს. ჩვენ ვიცნობთ ბავშვობიდან ერთმანეთს და ვიცი რომ საერთოდ იურისტი იყავი და საერთოდ სხვა სფეროში იყავი და ეხლა ხარ ნუტრიციის თერაპევტი. როგორ მოხვედი აქამდე? პირველ რიგში დიდი მადლობა რომ შექმენია სპეისი და საინტერესო მოსაუბრები მოგყავს. რაც შეეხება ჩემს ნუტრიციულ მოღვაწეობას, 21 წლის წინ გადავედი ნიუ-იორკში და ეს ალბათ რო გადადიხარ საცხოვრებლად სხვა ქალაქში, შოკი არის პირველი რაღაც 2-3 წელი ხო ეძებ თავს და რაღაცა ესე თავის დაუნებურად, ბუნებრივად დამაინტერესა ჯანმრთელმა კვებამ. იოგა დავიწყე და ამან თავისთავად გამაცნო ეს ჯანსაღი კვების სამყარო. და დავიწყე კითხვა, საკუთარ თავზე რაღაც ექსპერიმენტების ჩატარება და ვნახე რომ 2-3 წელიწადში ძალიან საინტერესო შედეგები მქონდა. ეს ალერგიებისგან განვიკურნე, ასე ვთქვათ, კოჭნაწლავის რაღაცა პრობლემები, რაღაცა კანის კონდიციები და რაღაც თითქოს ჩამithრია ძალიან. და ესე რაღაც მოყვარულის დონეზე რაღაცა კლასების აღება დავიწყე. ჯერ რაღაცა ეს კოუჩინგი, ნუტრიციული კოუჩინგი და მერე ვეღარ გავჩერდი აბსოლუტურად, თან ვეხმარებოდი მეგობრებს და ვხედავდი შედეგებს, ყველას მოსწონდა, უკვე ყველა მირეკავდა ეს როგორ ვქნა, ისე რომ და შევყევი და თან კითხვა და ეს რისერჩი, ჩემი საქმე არის ძალიან მომწონს და ესე აღმოჩნდი, ერთწლიანი პროგრამა გავაკეთე მე ნუტრიციულ თერაპიაში და შემდეგ კორნელის უნივერსიტეტში გავაკეთე ასევე რისერჩი ამ სამკურნალო მცენარეებზე. კვლევა, კი. მანამდე ასევე ვიყავი დაინტერესებული ამ ტრადიციული მეთოდებით განკურნებაზე, აიურვედა, ჩინური მედიცინა და საბედნიეროდ შევხვდი ესეთ ძალიან საინტერესო ექიმს, დოქტორ მორს, რომელთანაც გავიარე დიტოქსიკაციის სრული კურსი, სასწავლო კურსი და იმან საერთოდ შეცვალა ჩემი წარმოდგენა საერთოდ ამ ჰილინგზე, ამ wellness-ზე, ადამიანის ორგანიზმზე, ურთიერთობას, სამყაროსთან ურთიერთობაზე და საერთოდ მორჩენაზე. და შემდეგ, ჩემი პრაქტიკა უფრო არის ჰოლისტიკური პრაქტიკა და რაც ამ წლებში დავაგროვე ცოდნა, ყველაფერს ვიყენებ ჩემ პრაქტიკაში, მუშაობ კლიენტებთან, პაციენტებთან, ძირითადად მაინც კონკრეტულ კონდიციებზე, კოჭნაწლავის, დიაბეტის, ალერგიების და ასე შემდეგ. ახსენე ჰოლისტიკური მიდგომა. რა არის ჰოლისტური მიდგომა, რო აგვიხსნა? ჰოლისტიური მიდგომა არის, რომ ეხლა ჩვენ უკვე გვაქვს იმის ცნობიერება, რომ ხვდებით, რომ ადამიანი მარტო სხეული არ არის, ხო? ადამიანი ძალიან კომპლექსური არსება არის და უკვე ვართ ალბათ ცნობიერებით იმ დონეზე, რომ მივხვდეთ, რომ ყველა ამ შრეს ადამიანის სჭირდება რაღაცა მოვლა, მოფერება, კვება და ასე შემდეგ. ეს არის ჰოლისტიური მიდგომა, არა მარტო რას მივირთმევთ, არამედ როგორ ცხოვრობთ, მენტალური ჯანმრთელობა, აი მე რა მამარდაშვილს აქვს ესეთი კითხვა, რომ როგორ ცხოვრობ შენ თავთან. ეს მოიცავს ეს კითხვა ამ გასცემს ალბათ ამ პასუხს ამ შენ კითხვას, ხო. და როგორ მუშაობს ჩვენი ორგანიზმი? მოდი ახლა ვისაუბროთ ამაზე. ხო, ახლა რო ეგ მივხვდეთ, უნდა ჩავიხედოთ მიკროსკოპში ცოტა ხანი, იმიტომ რომ ხა ძალიან კომპლექსური სისტემა ვართ პრინციპში და ყველაფერი რაც ახლა ჩვენ ესე დავდივართ, მოძრაობთ, ლაპარაკობთ, მაგრამ ეს წყდება უჯრედოვან დონეზე, ხო? მიკროსკოპში თუ ჩავიხედავთ, დავინახავთ მოლეკულებს, შემდეგ ეს მოლეკულები ქმნიან უჯრედებს, უჯრედები ქმნიან ქსოვილებს, ქსოვილები ორგანოებს და ორგანოები სისტემებს. და ეს სისტემები ყველას აქვს თავისი ფუნქცია.
და ეს სისტემები ისე არის დაპროგრამებული, რომ მათ იციან რა გააკეთონ, ხო? ცალ-ცალკე და ასევე ერთად ახდენენ ამ ორგანიზმის ფუნქციონირებას და ეს არის ფიზიოლოგია ფაქტიურად. ორგანიზმს აქვს ესეთი თავისი წერტილი, რომელსაც ჰომეოსტაზი ქვია. ეს არის ბალანსი, სტატიური ბალანსი არ არის, ეს არ არის რაღაც გაშეშებული ბალანსი, ეს უირღვევა და შესაბამისად აქვს, რა თქმა უნდა, ამ ბალანსის აღდგენის ძალიან კარგად გამართული მექანიზმები. და მათ შორის ასევე დღეს ალბათ ვისაუბრებთ ამ თემაზე, ეს არის დიტოქსიკაცია, კი, მთავარი ჩვენი თემა ეს არის. ხო. ადამიანს აქვს დაახლოებით 30-40 ტრილიონი უჯრედი, რომლებიც აი ესე ფუტკრებივით სულ შრომობენ, სულ რაღაცას, აი ეს მთელი ფიზიოლოგია, ეს ბიოქიმია არის ფაქტიურად დაშლა, აშენება, გადატანა, გადმოტონა, შეერთება და ასე შემდეგ. და ამ ყველაფერს ხო აქვს ნარჩენები, მეტაბოლური ნარჩენები ქვია, ხო? ეს რჩება ორგანიზმში და ორგანიზმმა უნდა გამოიტანოს ეს გარეთ. აქედან გამომდინარე, ორგანიზმს აქვს ძალიან კარგად გამართული დიტოქსიკაციის სისტემაც. თავისთავად, რა თქმა უნდა, ეხლა წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ყველაფერი დაგროვდებოდა და ანუ რეალურად რამდენად საჭიროა გარედან ჩართული დეტოქსი? ნახეთ აკო, იმას უმახსენდება ამაზე მიქელანჯელომ ეს ლოდი რო იპოვა დავითის და ეს იქ იყო დავითი უბრალოდ ეს ზედმეტი რაღაცები მოვაშორეო რა. აი ზუსტად ეგ მახსენდება დიტოქსიკაციაზე რო საუბრობ. ანუ დიტოქსიკაციის სისტემა, პროცესი უკვე მიდის. ჩვენ შეგვიძლია ჩვენი არჩევნებით უბრალოდ აი ერთი ნაბიჯი უკან გადავდგათ და დავაცადოთ ორგანიზმს თვითონ აღადგინოს თავისი თავი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, მივხვდეთ, რომ ორგანიზმი უკვე დაპროგრამებული არის აღდგენისთვის. აი, როგორც კი თიც გაიჭრი, იმ წამსვე იწყება აღდგენა. ჯერ იწყება ანთება, რომელიც არის ასევე აღდგენის ნაწილი და მერე იწყება აღდგენა, მობილიზებულია მთელი უჯრედები, მთელი ეს ელემენტები, რაც საჭიროა აღდგენისათვის, ასე ხდება ყველა დონეზე. მაგრამ აქ ლაპარაკია ნორმალურ ჯანმრთელ ორგანიზმზე და არა რაღაც პათოლოგიებზე. კი. და აი მაგალითად ეხლა რაღაც კვლევები ამბობენ, რომ საერთოდ დაბერების გენები არ არსებობს. ხო, ესე პირდაპირი გენი, რომ ეს გადაერთვება ეს დაბერება, იწყება დაბერება არ არსებობს. აი ამ მექანიზმების წყობრიდან გამოყვანა იწვევს ამ დაბერებას, რაღაცა ამ აღდგენითი მექანიზმების. შესაბამისად, აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი არის, ორგანიზმს უნდა რომ აღდგეს, უნდა რომ ჯანმრთელი იყოს, ყველაფერია, ყველა პირობა არის ამისთვის შექმნილი, ასე ვთქვათ. მაშინ გითხარი, როგორ უნდა შევუწყოთ ხელი ორგანიზმს, რომ თვით აღდგენა მოახერხოს? პირველ რიგში, როგორც თქვი, ორგანიზმში ეს მეტაბოლური ნარჩენები არის ტოქსინები, ხო? ესე იგი ტოქსინი არის ყველაფერი, რაც ორგანიზმს არ აწყობს, აღარ ხმარება, ნუტრიენტი არ არის, ის არის ტოქსინი, რადგან გარდა ამისა, რომ ის არის ტოქსინი და ვნებს, ასევე მას სჭირდება ნუტრიენტები, მის მოშორებას ორგანიზმიდან და ღვიძლი ძალიან კარგად უმკლავდება ამ ყველაფერს. აი ეს დიტოქსიკაციის ორგანოები ძირითადად არიან კოჭლაწლავის სისტემა, ძირითადად ღვიძლი და ნაღლის ბუშტი, თირკმელები, კანი, ფილტვები, აბსოლუტურად 24 საათის განმავლობაში მთელი ცხოვრება ემსახურებიან დეტოქსიკაციას. ღვიძლს კიდე ბევრი სხვა ფუნქციაც აკისრია. და ღვიძლს აქვს დიტოქსიკაციის ფაზები, ძალიან კარგად გამართული, რის მეშვეობითაც ის ახდენს ჯერ ამ ტოქსინების ნაკლებ ტოქსინებად გადაქცევას და შემდეგ ელიმინაციას ნაღლის ბუშტის და სხვა საშუალებებით. ასევე ტოქსინები ორგანიზმში შემოდის გარედან, ესე იგი ეს არის ტოქსინები, რომელიც მეტაბოლური ნარჩენების შედეგად რჩება, პროცესების შედეგად რჩება და ასევე გარედან. საკვებით, ჰაერით, კოსმეტიკური საშუალებებით, სამწუხაროდ, სუნამოები, რა ვიცი, აი რაშიც არის ეს ქიმიური ნივთიერების საშუალებები. კი ბატონო. ყველაფერი აბსოლუტურად დღესდღეობით გაჟღენთილი არის. კბილის პასტა. კი ბატონო. ესე იგი გამოდის, რომ საკმარისად შემოდის ორგანიზმში, ხო, გარედან ეს ტოქსინებიც და ორგანიზმი, რა თქმა უნდა, ეხა
ნორმალურად უმკლავდება. რა შეგვიძლია გავაკეთოთ? პირველ რიგში შევეცადეთ, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ეს ტოქსინების მიღება კვების რეჟიმის საშუალებით. კერძოდ კი ბოსტნეული, ყველამ ვიცით უკვე და ბოსტნეული და ხილი რო კარგია. სასურველი ამ დიტოქსიკაციის მეთოდის, ამ დიტოქს დროს კვებიდან ამოვიღოთ ცილებით და ცხიმებით, დროებით, რა თქმა უნდა, ეს არ არის რაღაცა ძალიან დიდხნიანი კვების რეჟიმი და ამიტომ ორგანიზმი უმკლავდება ამას. სხვათა შორის ორგანიზმი ბევრად უფრო კარგად უმკლავდება შიმშილს, ამისთვის მექანიზმები აქვს ევოლუციურად. ვიდრე გადამეტებულ საკვებს. დღეს გვაქვს მაგალითი ხალხი ამერიკაშიც და ყველგანაც ჭარბიწონა სერიოზული პრობლემა. ძალიან ხელმისაწვდომია საკვები ყოველ წუთას და ჩვენი დნმ საკმაოდ ძველია და პირიქით მიდრეკილები ვართ შიმშილისკენ. კი, გეთანხმები. შეუძლია მარაგები აქვს და ასე შემდეგ. მაგრამ რამდენად თანამედროვე ადამიანისთვის აი ეს ხა პოპულარული ინტერვალური შიმშილები, ვთქვათ, აი ეს რაღაც მიდგომა, რომ 20 საათი არ ვჭამ, 24 მეტიც, აი რას ფიქრობ ამაზე? ძალიან პოპულარულია ახლა ეს. ინტერვალურ შიმშილზე ძალიან კარგი კვლევებია სხვათა შორის, ძალიან დადებითი, ძალიან წარმატებული არის ინსულინის დასარეგულირებლად, დიაბეტის, ოღონდ მეორე დიაბეტის და არა ინსულინ დამოკიდებული. თუმცა სპეციალისტის დახმარებით შეიძლება ამის გაკეთებაც. წონა, რასაკვირველია, გულსის დარღვევანი დაავადებებზე ძალიან დადებით შედეგებია intermittent fasting, ინტერვალური შიმშილი. ნუ ძირითადად მოვყვეთ ამ დროს რა პროცესი მიდის, ანუ ავტოფაგიაზე. ესე იგი, ორგანიზმს აკლდება ნუტრიენტების დეფიციტი ხდება და იწყება ავტოფაგია. ეს ნიშნავს, რომ ესე იგი, ორგანიზმი უნდა გადარჩეს, მას სჭირდება ნუტრიენტები და იწყებს ამ დაგროვილი მარაგების გამოყენებას. ეს არის გლუკოზა, გამოიყენებს გლუკოზას, შემდეგ გადადის ცხიმებზე. ამასთან ერთად, აქტიურდება იმუნური სისტემა და ყველაფერი, რაც დარჩენილია იქ ამ მეტაბოლური ნარჩენების სახით, ეს ცილები, ცხიმები, იწყებს ამის აბსოლუტურ ორგანიზმს რეალურად აი ეს recycling თვისებაც აქვს. არაფერი არ უნდა დაიკარგოს, ყველაფერი უნდა გას გამოყენებული და იწყება ამ ყველაფრის ნუტრიენტებად გამოყენება, რომ გადარჩეს ორგანიზმი. და ამ დროს რეალურად ეს არის ეს თვითაღდგენითი თვისების ერთ-ერთი მხარდამჭერი პროცესი, ასე რომ ვთქვათ. და თითქოს ახალი უჯრედები მოდის და მკვდარი უჯრედები, ესე თუ სწორად ვამბობ. კი, რაც აღარ არის საჭირო, იმიტომ რომ ის მკვდარი უჯრედები ცილებს შეიცავენ, ცხიმებს, ხო, ეს რესურსი არის რეალურად. ეხლა ჩვენ ვიძახით, რომ ეს მკვდარი უჯრედია, მაგრამ რეალურად ეს რესურსი არის ორგანიზმისათვის. და შესაბამისად, რაც ზედმეტი არის, ზედმეტი ცხიმი, ზედმეტი გლუკოზა, ზედმეტი ყველაფერი აბსოლუტურად გამოიდევნება გარეთ. შესაბამისად, რეგულირდება ინსულინი, იწევს ზრდის ჰორმონი, რომელიც არის ეს აღდგენითი ჰორმონი. HGH, ხო? HGH, კი. და რა ვიცი, ძალიან სასურველი შედეგები აქვს ამ intermittent fasting. რომ მაყურებელს ალბათ აინტერესებს და ვურჩიოთ, თქვათ, აი ესე მოწმენდილ ცაზე ყველაფერს რომ მივირთმევ, მეორე დღეს არ უნდა დავიწყოთ შიმშილი. სავარაუდოდ. მომზადება აუცილებელია, რა თქმა უნდა, გონებრივად მომზადებაც, იმიტომ რომ არ არის ეს ადვილი. ძალიან დიდი ენერგია და დრო მიდის და მენტალური ენერგიას თუ რა შევჭამო, რა მივირთვა, რა გავაკეთო, ხო? და უცებ უწყვიტავ შენს ორგანიზმს აი ამ რაღაცა რუტინას ჭამის და ჯერთვის ადამიანი მოემზადოს გონებრივად, მას უნდა ქონდეს თავისუფალი დრო. რთულია სამსახურში წახვიდე, ბავშვებს ულიდე, თან შიმშილობდე, ეს ძალიან რთული მომენტია, ხო. ამიტომ პირველად მენტალურად მიხვდე რას აკეთებ საერთოდ, რა არის ეს შიმშილი და შეძლებს დაგვარად იყო სახლში, დაისვენო და ესე intermittent fasting-იც არის რამოდენიმე სახის. აი თქვათ როგორი შიმშილი არსებობს. რამდენი სახეობის ინტერვალური შიმშილი არსებობს.
ესე იგი შეგვიძლია გავაკეთოთ დღიურად ეს 16-18 საათი, ვთქვათ 6 საათზე მივირთმევთ საღამოთი და დილას 11-მდე აღარ მივირთმევთ 12-მდე. ეს არის დღიური რაღაცა რუტინული შიმშილი და ასევე არის კვირაში ერთხელ 24 საათიანი. ეს თვითონ უნდა აირჩიოს ადამიანმა, რომელი მოსწონს და რომელი აწყობს. გასაგებია. პირადად შემაგალითზე მინდა ვთქვა, რომ მე მაგალითად 16 საათზე მეტი არ მსიამოვნებს და არ მომწონს და მე მგონი ეგეც ინდივიდუალურია, ხო? კი, არ ქსიამოვნებს თავისთავად არ ქსიამოვნებს, იმიტომ რომ შაქარი გლუკოზა ვარდება და მე დისკომფორტი იწყება. მე უკონტროლო კვებაში გადავდივარ. კი, რა თქმა უნდა, ენერგია აკლდება ორგანიზმს და მას უკვე ჭირდება გლუკოზის მიღება და ხო. ანუ ესეც ინდივიდუალურია. კი, ინდივიდუალურია, თან მიჩვევაზე არის, უნდა მიაჩვიო ორგანიზმს. ეხლა ზოგ შეუძლია ესე პირდაპირ რაღაცის დაწყება და კარგი იქნება 12 საათიანი, ან 13-14 საათიანი, შემდეგ 16 საათიანი. ეს ყველაფერი მაინც ექსპერიმენტები არის. კი. ამბობენ თან რომ თითქოს ქალების ჰორმონებისთვის, აი ხშირ შემთხვევაში არ არის რეკომენდირებული. ალბათ ეგეც ინდივიდუალურია. იცი როგორ არის აი ნახე ენდოკრინულ სისტემასთან არის დაკავშირებული ხო ეს გლუკოზაც ენდოკრინული სისტემით რეგულირდება აი როდესაც ორგანიზმში იწყება შიმშილი თირკმელზედა ჯირკვალმა უნდა დაარეგულიროს გლუკოზის შენახული გლუკოზების გამოყენება რეალურად ასევე თირკმელზედა ჯირკვალი არეგულირებს კორტისოლის გამოყოფასაც რომელიც სტრესზე არის ხო პასუხისმგებელი როცა ადამიანი დაღლილია გადაღლილია რაღაც ასაკიც ხო რაღაც ასაკიც არის როდესაც იწყება ეს ხო მენოპაუზის წინა პერიოდი კი აი მაშინ ცოტა რთულდება ეს საკითხები იმიტომ რომ ენდოკრინული სისტემა პირდაპირ არის ჩართული ამ სტრესის რეგულაციაში, ამ გლუკოზის მოხმარებაში, მეტაბოლიზმში და ასე შემდეგ. ამიტომ უნდა ადამიანი დააკვირდეს თავის თავს და სასურველია რომ სპეციალისტთან ერთადაც მუშაობდეს, ხო? ჩვენთან ძალიან პოპულარულია, ესე ცივადაწვრული წვენებისგან 3-5 დღე დეტოქს დიეტები. ამაზე რას ფიქრობ? ну, აი ხა, ნახე, ავტოფაგია იწყება დაახლოებით 24 საათის შემდეგ, ხო? ну, 3 დღიანი წვენები, არ ვარ წინააღმდეგი სხვათა შორის, ვფიქრობ, რომ აი წვენებს თერაპევტული ხასიათი უფრო აქვს, ვიდრე ვთქვათ, აი კვების რეჟიმს რო შეადგენს დიტოქს კვების რეჟიმს, წვენები უფრო სხვა ხარისხი არის, უფრო ინტენსიურია და უფრო თერაპევტული არის. თუმცა ეს წვენები უნდა იყოს ახლად დაწურული, შენ თვითონ უნდა აკეთებდა ამას. თორე ხა ბოთლებში რომ მოთავსდება, ეხა რაღაც აი იქ უკვე ჩვენ ვცდილობთ, რომ ნუტრიენტები შევიტანოთ ორგანიზმში, ხო? და ეხა ნახევარი საათის შემდეგ დაწურულ წვენში კი ამბობენ, რომ ეხა ცივი წესით იქ ეგრევე დაახურე რაღაც, მაგრამ ნუ აი მანდ ჩდება ბევრი კითხვა. თორე არ ვარ წინააღმდეგი სხვათა შორის, მაგრამ მანდაც უნდა მიხვიდე რაღაცა ესე ნაბიჯ. მაგრამ ხომ არ გააჩნია როგორ წვენს ვამთ თან? ანუ მწვანე უნდა იყოს ეს თუ ფერადი, რომელიც თქვა ჩაქრით არის გაჯარებული, როგორ არის? უმჯობესია რა თქმა უნდა იყოს მწვანე. უმჯობესია იყოს მწვანე, თუმცა ცოტა რაღაც ეს ჭარხალი, სტაფილოზი და ესეთი რაღაცებიც მისაღები არის. და ალბათ აი 3 დღე არ ვიცი, ხა ეს იქ აი ფიზიოლოგიიდან გამომდინარე, ცოტა ალბათ 5 დღე მაინც გჭირდება, რომ რაღაც ეს კურსი ჩაიტარო, ხო? რაღაც რეალურად 24 საათის შემდეგ იწყება ავტოფაგია, შემდეგ 48 საათში აქტიურდება, 72 საათში რაღაცა პიკს აღწევს და აი ცოტა დრო გჭირდება, რომ რეალურად ჩაიტარო. ესე იგი რეალურად ეს ავტოფაგია წვენების დროსაც შესაძლებელია რომ მოხდეს. კი, ავტოფაგია იწყება ნებისმიერ დროს, როცა ნუტრიციებს შეუზღუდა ორგანიზმს და იწყებს ის თავისი რესურსების გამოყენებას. რა არის ყველაზე ხშირად და ისეთი შეცდომა დეტოქსის დროს, რაც მაყურებელს უნდა ვუთხრათ, რომ არ გაიმეორონ? მომზადება. აი მომზადება არის ყველაზე ძალიან მნიშვნელოვანი. აი ძალიან ენთუზიაზით იწყებს ხალხი, მაგრამ აი მესამე დღეს რა ვჭამო? აუცილებლად უნდა იცოდე, რას შეჭამ 7 დღის თუ 2. უნდა დაგეგმო, ზუსტად უნდა იცოდე
უნდა გქონდეს სახში, მომზადება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია თუ რატო აკეთებ ამას. შედეგები უნდა იცოდე, უფრო აი რისთვის აკეთებ, წონის დაკლება მინდა, მაგრამ ეს ხო ზედაპირული მიზეზი არის მაინც, ხო. თუმცა კარგია, წონა რო იკლებს, იქ ბევრი რამეც რეგულირდება, მაგრამ მომზადება აუცილებელი არის და ასევე ეს გათვითცნობიერება, რომ ეს არ არის ადვილი, ძალიან საკმაოდ ინტენსიური პროცესია. და მე შეიძლება უკონტროლო კვება დაბრუნდეს და უფრო მეტიც მოიმატო. ამასაც გაცნობიერება უნდა და პასუხისმგებლობით მოკიდება. და დაგეგმვაც, აი კვება რომ ადამიანს რომელსაც თან ყველასთვის ხო არ არის, ეს ხო ძალიან ინდივიდუალური არის, ხო. დაგეგმვაც ახლა ვისაც უჭირს, თქვათ, ორჯერ კვება დღეში, 4ჯერ უნდა იკვებოს, ვისაც აქვს ცოტა სტრესთან გამკლავება უჭირს და ასე შემდეგაც ჰორმონალური პრობლემები აქვს. მაშინ 4ჯერ და ასე შემდეგ. ეს უნდა იყოს რაღაც ინდივიდუალურად მორგებული დიტოქს პროგრამა. გასაგებია. ეს თქვათ წვენების შემთხვევაში. აი რომ გვირჩიო თქვათ როგორ უნდა ვიკვებოთ და თან დეტოქსი როგორ უნდა გავაკეთოთ. თუ არის ყოველდღიურობაში. აი მაგალითად ავიღე 10 დღიანი დეტოქს დიეტა და მინდა რომ ავარჩიო მწვანე ან სწორი ჯანსაღი საკვები. რა პროდუქტებისგან უნდა იყოს შემდგარი, დღეში რამდენჯერ უნდა მივირთვათ და ყველაფერი მოგვიყევი ამის შესახებ. 3 ეტაპად ვყოფ ხოლმე, მე პირველი არის რომ ეს მოაცილე, რა უნდა მოაცილო, ალკოჰოლი, ყავა და კოფეინიანი სასმელები, თამბაქო არიან ადამიანებიც ძალიან რთული არის და ასეთ შემთხვევაში ამცირებენ. მაგრამ არ არის რეკომენდირებული ცილები, ცხიმები და ეს რაფინირებული საკვები. ესე იგი დაგვრჩა ფაქტიურად ხილი, ბოსტნეული და აქაც არის ეს დონეები ამ რა შეგიძლია რომ გააკეთო. ხა ადამიანი რომელიც პირველად აკეთებს ამას, თქვათ, ყოველთვის ვურჩევ რომ გააკეთოს მსუბუქად, მარტო ხილი და ბოსტნეული და ისიც თერმულად დამუშავებული ხანდახან, იმიტომ რომ ზოგს უჭირს ხა ეს მონელება. ეს იქნება პირველი საფეხური. ხილის მონელება თუ ბოსტნეულის? აი უმის ძირითადად ბევრ ადამიანს აქვს ამის პრობლემა. თერმულად დამუშავებული ბოსტნეული, დაორთქლილი ვთქვათ, სალათებით შერეულად ესე. შემდეგ ეტაპზე ვაკეთებთ უფრო უმს, ესე იგი სალათები, ხილი. თუ ადამიანი უკვე გაწვრთნილი არის და გაწაფული არის ამაში, ხილით არის ფანტასტიკური, ძალიან კარგი შედეგები აქვს, იმიტომ რომ ხილი ნუტრიციულად ძალიან ესეთი დატვირთული არის და მასში ასევე არის უამრავი ვიტამინი, მინერალი, რაც გვჭირდება რეალურად. ხილი გააჩნია რომელ ხილს ვიღებთ თუ არა ზოგი? ყველა ხილი მისაღებია, მაგრამ აქაც იერარქიულად თქვათ, კენკროვანი პირველი იქნება, შემდეგ ეს ნესვები, პაპაია, ესეთები, ვაშლი, ყველა ხილი მისაღებია. აი ენდემურიდან თქვათ ჩვენთან რაც არის, რა შეგვიძლია ვურჩიო? კენკროვანი, ნესვი, ფანტასტიკურია, საზამთროც. მაგრამ ხანდახან ვერ იკლებე ხოლმე წონაში, იმიტომ რომ მაინც გლუკოზა მაღალი შაქრის შემცველი, ამიტომ გკითხე. მაგრამ თქვა წონაში ვერ დაიგალი, თუმცა დეტოქსი მაინც კეთდება. კი, რა თქმა უნდა, იცი არის იკლებენ წონაში, მაგრამ ისე არა და ძირთადად ხილს, ხილის დეტოქსს ვინც აკეთებს, ის არ აკეთებს, ვისაც არ მოსწონს ხილი, რა, იმიტომ რომ ზოგისთვის რთული არის. კუჭნაწლავის გაწმენდა ძალიან შედეგიანი არის. აი ხილის დეტოქსი. ხილის დეტოქსით კუჭნაწლავის გაწმენდა. რო გაგვიზია რომ სახლის პირობებში როგორ შეიძლება კუჭნაწლავის დეტოქსის გაკეთება? მე გამიგია რომ აკეთებენ ხშირად კეფირით, ქატოთი და ასე შემდეგ. ხო, არის ალბათ ესეთი მეთოდებიც, მე არ ვიყენებ. მე ძირითადად ვიყენებ ხილით ან ბოსტნეულით და ასევე სამკურნალო მცენარეებითაც. მაგალითად, აი კასკარა საგრადა, რომელიც არის სტიმულატორი რეალურად, დიდი ხნით მისი გამოყენება არ შეიძლება, მაგრამ 2 კვირა ამ დიტოქს კვების რეჟიმთან ერთად კუჭნაწლავის. კი, არის ძალიან შედეგიანი. იცი რა, დღის განმავლობაში კვების შემდეგ. კვებამდე უნდა მიიღო 20 წუთით ადრე. ხა ეს დოზას ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ თვითონ უნდა იცოდე რამდენი არის. აი კიდე რითი შეიძლება?
ну ძირთადად მცენარეები, სამკურნალო მცენარეები და ხილი და ბოსტნეული. მე ამის მომხრე ვარ. უფრო არის უსაფრთხო. მინდა გკითხო სამკურნალო მცენარეებთან დაკავშირებით. როგორ გვეხმარება ის თვით აღდგენაში და დეტოქსში? აი მაგალითად ფარმაცევტული მედიკამენტების 80% არის მცენარეებიდან. ან მცენარე მოლეკულებიდან რეალურად, ან რეპლიკა არის ამ მოლეკულების. სერიოზული რესურსი არსებობს, უკვე ძალიან ბევრი კვლევა არსებობს ამ მცენარეებზე. რასაც ჩვენ მივირთმევთ საჭმელს, ეს მაინც ჰიბრიდიზაციის შედეგად არის მიღებული. იგივე ის ბროკლი, იგივე ის მარცვალი შექმნილი არის ადამიანის მიერ და აი ეს სამკურნალო მცენარეები იზრდება ესე ტყეში თავისით. არ არის მასში არანაირი ჩარევა და შესაბამისად ნუტრიციული პროფილი არის ძალიან მაღალი. ნუტრიციულ პროფილს რო ვიძახი, გულისხმობ მინერალების, ვიტამინების, პოლიფენოლების და ამ ანტიოქსიდანტების რაოდენობას და დონეს, ხო? ასეთ 30%-ზე უფრო მეტი ნუტრიციული ღირებულება აქვს ამ მცენარეებს, სამკურნალო მცენარეებს, ვიდრე საკვებს რეალურად. დიტოქსის დროს დიტოქსი ხდება საკვების მხარდაჭერით. ანუ თვითონ არსებობს ეს დიტოქსი ორგანიზმში, ხო, ამაზე ხო შევთანხმდით, ეს პროცესი არის. ანუ ჩვენ არაფერს არ ვიწვევთ, უბრალოდ ხელს ვუწყობთ საკვებით, ვაშორებთ აი ამ საკვებს, რომელიც რეალურად ხელს უშლის გააქტიურებას, გინდა ავტოფაგიის, გინდა ელიმინაციის და ასე შემდეგ და მცენარეები ეხმარებიან რეალურად ორგანოებს თავიანთი ფუნქციების განხორციელებაში. აი არსებობს რაღაცა მცენარეები, რომლებიც ძალიან კარგი არის ღვიძლისთვის, მაგალითად ბაყაყურა, გვირილა, ხა ისეთ რაღაცებს ვიტყვი, რაც ვიცნობთ, რომ უამრავი არსებობს. რაც ჩვენთან შესაძლებელია, რომ ბაბუაწვერა ბაბუაწვერას ჩაი გამიგია, რომ ჩაიც და შეიძლება ესე არ ვიცი ხა აქ იყიდება თუ არა, მაგრამ მე ვყიდულობ ფოთლებს და სმუდიში ჩვეულებრივად იყიდება. ხო. ბაბუაწვერა, ანუ აი ჯინჯერი, ესეც ლიმონი. მოდი დავაკონკრეტოთ, აი ჩამოვთვალოთ, თქვათ, ბაბუაწვერა რა შვება, რომ ჩავაგდებთ სმუზიში, ვთქვათ და. ნუ ბაბუაწვერა ძირითადად ღვიძლზე არის მიმართული და ანტიოქსიდანტებით არის სავსე. და რეალურად ორგანიზმში ეს ანთება იწყება ამ ჟანგვის შედეგად, ხო? ჟანგვა რო იწყება ორგანიზმში, ხა ეს ძალიან დიდი პროცესი არის და ანტიოქსიდანტები მოდიან აი ამ პროცესებში და ესე ვთქვათ აგვარებენ ამ ანთებით პროცესებს. აი ეს არის ვთქვათ ბაბუაწვერა, ბაყაყურა, რაც მწვანე, რაშიც ქლოროფილი არის, ხო? ეს არის ყველაფერი ძირითადად მაინც ღვიძლის გამწმენდი საშუალებები არის. ნუ ღვიძლი ახლა ისეთი კომპლექსური ორგანო არის და მას მუდმივად სჭირდება ნუტრიენტები, ბივიტამინები, მინერალები, ამ ფუნქციების განსახორციელებად. აი ამ დიტოქსის დროს გააქტიურებული არის ეს გაწმენდის და დიტოქსიკაციის პროცესი და შესაბამისად აი ამ ბალახები რო შემოგვაქვს, მხარს უჭერთ, ვაძლიერებთ ტონიზირებას უკეთებთ, გინდა თირკმელებს, გინდა ნაღვრის ბურთს, აი მხარდაჭერას უცხადებთ ამ ბალახებით, ასე რო ვთქვათ რა. ასევე ძალიან კარგია კუჭნაწლავისთვის აი ეს მოლიპული თელა, ესე გადავთარგმნე, slippery elm. ძალიან გამოყოფს რაღაცა ესეც ჟელესავით როგორც ჩია, ასე ვთქვათ, ხო, აი ესეთი არის და აი ამ ტრაქტისთვის ძალიან ანთებას აცხრობს კუჭნაწლავისთვის, არაჩვეულებრივი მცენარე არის, ხე არის. და როგორ უნდა მიიღო? ეს არის რაღაც ჩაის ფორმით შეგიძლია, დუღარე წყალი უნდა დაასხა, ცოტა ხანი გააჩერო და აი ჟელესავით არის. და დალიო ჩაულებრივად, სხვა შორის აი რაღაც სასიამოვნოც არის ესე დასალევად. თქვა ძილის წინ თუ დილით აი რა რეკომენდაცია? უფრო ჯობია რომ აი ეს საჭმლის მიღებამდე ასე ნახევარი საათით ადრე. გასაგები რა საინტერესო. გაგვიზიარა კიდე მცენარეებთან დაკავშირებით ცოტა. აი ჯინჯერი არის ძალიან კარგი კუჭნაწლავისთვის. ქართულად არის კოჭა მგონი, ხო. კოჭა ეს ელექსირების გაკეთებაც და სასიამოვნოც არის, აი ვთქვათ ჯინჯერი, თაფლი, ლიმონი. აქვს ჯინჯერს რაღაც მიღების დოზა შეზღუდული არის ჯინჯერის? იცი რა, ეხლა ეს მაინც საჭმელად ითვლება და ესე დოზები, ეხლა თუ კაფსულებად მიიღებ და თუ რაღაცა კონკრეტული იმისთვის იღებ, კონდიციისთვის, მაშინ სხვა საქმე არის და ჩვენ ეხლა მაინც ისევ საუბრობთ, რომ ადამიანმა სახლში გააკეთოს და აქედან გამომდინარე, აი ეს ჯინჯერიანი წყალი. ჩაის მოდუღება შეიძლება, თაფლი, ლიმონი
პიტნა, რა ვიცი, ხო ხელმისაწვდომია ეს ყველაფერი, ხო? ჭინჭარი არის არაჩვეულებრივი. პიტნა ამშვიდებს თან. კი, ამშვიდებს. და ჯინჯერს მგონი კოჭას, მგონი ორმაგი მოქმედება აქვს. უამრავი მოქმედება აქვს, კი, უამრავი. ნუ ყველასთვის და მატონიზირებელიც არის მატონიზირებელი. არაჩვეულებრივია ჭინჭარი, რომელიც ყველგან იზრდება, აბსოლუტურად და არ ვაქცევთ ყურადღებას. მაგრამ ჩვენი ბებიები აქცევდნენ ყურადღებას. და ესე სასარგებლო არის, როგორ უნდა მინერალები არის ძალიან რესურსი მინერალების ძალიან დიდია. უნდა იყოს გამხმარის სახით, თქვათ. არა აქვს მნიშვნელობა, იცი, შეგიძლია ჩაია დუღო, ხო, გამხმარი ალბათ ასე ჯობია, ხო, რაღაცა, მაგრამ ცოცხლათაც შეგიძლია, რომ მოკრიფო რაღაც სოფელში. მაგრამ ეს არის ფეხელთათმანებით აუცილებლად, რა თქმა უნდა. ხო, აი მინერალები მახსოვს ჭინჭრის დასუსხული. მეგონი ყველას გვახსოვს. კი. მინერალები რეალურად დღესდღეობით ძალიან დიდი პრობლემა არის, იმიტომ რომ იცი რა ორგანიზმი ხო რაღაცა ნუტრიენტებს აკეთებს, რაღაცას მივირთმევთ, იმისგან გადააკეთებს, გადმოაკეთებს, რაღაცა ვიტამინები კეთდება თვითონ ორგანიზმში, მინერალები არ კეთდება. მინერალები უნდა მივიღოთ გარედან. და სამწუხაროდ ჩვენი ეს მიწა ისე არის ამ გადამუშავების და ამ ქიმიური ნივთიერების გამოყენების შედეგად დაზიანებული, რომ ეს მინერალებიც არასაკმარისად ასევე როგორც ვიკვებებით ამდენი პროცესირებული საკვები და აი ესეთი რაღაცები ეს ძალიან უბრალო რაღაცები რომელსაც არ ვაქცევთ ყურადღებას ის ჭინჭარი ის ჯინჯერი აქეთ ბაბუაწვერა იქით რაღაცა ესეთი მცენარე და ესენი მაინც აქვთ შენარჩუნებული ეს მინერალების და ვიტამინების რაღაცა მარაგი. მინერალებზე გამიგია ასევე, რომ მინერალური წყალი, მე პირადად გასულს სვამ ხოლმე ერთ ჭიქას ყოველდღიურად. მოქმედებს თუ არა ეს და რამდენად მნიშვნელოვანია. კი, რა თქმა უნდა, ეხლა ეგ არის საქართველოს ისეთი საჩუქარი, რომ ეს გვაქვს ეს მინერალური წყალი. ანუ შეგვიძლია ესე შევივსოთ მინერალები. რა თქმა უნდა. დღეში ერთი ბოთლი, რა ვიცი, ეს გაზის გაყვანა რამდენად მნიშვნელოვანია. კი, ნუ ეხლა ეს გაზი არ არის საჭირო საერთოდ. ეს უბრალოდ ალბათ იმ მხრივ რომ სასიამოვნო დასალევი იყოს. არც ისე სასიამოვნო დასალევი ხა ბორჯომში თუ ყოფილიყარ შენ რო ამოდის იქიდან. ხო, იქ ის ხვანაირი ბორჯომია და იმიტომ. ანუ ეს მინერალური, ესე იგი, მინერალების შევსება შესაძლებელია მინერალური წყლებით. ასევე დეტოქსის დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ მოსვენებელ მდგომარეობაში, როგორც ვიცი. აი, გაგვიზია რომ ამის შესახებ. ხო, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი არის დასვენება, იმიტომ რომ აი ორგანიზმს აქვს ეს მარტივად რო ავწეროთ, ეს ნერვული სისტემა, ესეა მოწყობილი, ან გარბი ხარ და გადარჩენის მდგომარეობაში ხარ, ან დასვენების მდგომარეობაში ხარ და ეს თავისით ხდება, აი ეს ელემენტარულმა რაღაცამ შეიძლება გადაგიყვანოს აი ამ გაქცევის და გადარჩენის თვითგადარჩენის მდგომარეობაში. შესაბამისად, ხა როდესაც ვსაუბრობთ ჰილინგზე, როდესაც ვსაუბრობთ მორჩენაზე, აღდგენაზე, ვერ ხდება ამ გადარჩენის მდგომარეობაში, იმიტომ რომ სისხლის მიმოქცევა მიდის კიდურებში, უნდა გაიქცე, ცენტრიდან აბსოლუტურად ნაწილდება კიდურებში და აი ამ მორჩენისთვის არ არის ამდენი რესურსი. ამიტომ აი როდესაც გადავწყვეტთ რომ უნდა ჩავატაროთ ეს დეტოქს თერაპია, უნდა მომნახოთ ისეთი დრო, როდესაც შეგვიძლია დავისვენოთ, დავიძინოთ, ჯერ ის დაღლილი ხარ, იმიტომ რომ არ იღებ ცილას, არ იღებ შაქარს, არ იღებ ყავას და ნუ პირველი 3-4 დღე მაინც ისეთი საკმაოდ დაღლილი ხარ. დაიძინო, დაისვენო, არც ვარჯიში არ არის მაინდა-მაინც რეკომენდირებული, ნუ აი იოგა და ესეთი მსუბუქი რაღაცების გარდა. და აი უნდა წარმოიდგინო, რომ ყავს აი ეს პატარა ბავშვი, რომელიც რეალურად მართლაც 100-ია და უნდა მოუარო ეს რაღაცა 10 დღე რა. არაფერი არ დააძალო და ის ნელ-ნელა აი ეს ნელაკეთებაცაც გადაყავხარ ამ შენელებას, ხო. აი ეს სიმპათიკური მდგომარეობა, ეს არის გაქცევა და პარასიმპათიკური, ეს არის როდესაც ორგანიზმი უკვე უსაფრთხოდ გრძნობს თავს და შესაძლებლად აი გადაირთვება ამ აღდგენით რეჟიმზე, ხო. და ნუ ხო ძალიან საინტერესოა.
აი ეს თვითონ იმის გათვითცნობიერება აი ჰილინგში ძალიან მნიშვნელოვანია მაგის გათვითცნობიერება რომ ორგანიზმს უკვე თავისი პროგრამა აქვს და აი ამასთან ერთად შეთანხმებით მუშაობა არის აი ამ ჰილინგის პრინციპში პროცესი, ხო? უბრალოდ უნდა აცადო საკუთარ თავს უმკურნალოს კი ბატონო, ამაზე ვსაუბრობთ ფაქტიურად რა, რომ აი ამ ცნობიერებაზე გადართვით, ის კი არა რომ აი დავიპყრო, გადავაკეთო, პირიქით, როგორ შემიძლია აი ამ ორგანიზმთან ვიყო ჰარმონიაში, როგორ შემიძლია დავეხმარო. რა ეს პერსპექტივა ალბათ უფრო რაღაცა მისაღები არის დღევანდელ დღეს, ხო? ხო, მას გაცნობიერება უნდა. რა თქმა უნდა. საფო, მოდი ვისაუბროთ უფრო მეტი ჰოლისტიკურ მიდგომაზე. ხო, ვისაუბროთ ახლა აქ რა არის სასაუბრო ძირითადად. ნუ გვაქვს ეს ტანი, ხო? და სხეული, რომელსაც თავისი ცხოვრება აქვს აბსოლუტურად. თვითონ აკეთებს ყველაფერს. ამ ენერგიის წარმოებასაც საერთოდ არ ვერევით, ხო, ჩვენ და რაღაც გასაოცარი არის ძალიან. ასევე ადამიანს აქვს შრეები, რომლითაც ის აღიქვავს სხვა რაღაცებს, თქვათ აღიქვავს ხელოვნებას, რაღაცა გრძნობებს, რაღაცა შეგრძნებები აქვს, რაღაცა აი ადამიანის ორგანიზმი, ხო, თლიანად ესე რომ დაუკვირდი, არის ნერვული სისტემა და ამ ნერვულ სისტემაზე არის მიბმული ეს ორგანოები, რომელიც სულ აგროვებს ინფორმაციას. აი სუნ ყნოსვით, ყურით, თვალით, სულ გროვდება ეს ინფორმაცია, შედის ამ ტვინში და ტვინი მერე წყვიტავს რა არის და როგორ არის. ნუ ეს სხეულის რაღაცა. ესე გამოცალკავება რთული იქნება, რომ ეს სხეულია, ეს სულია, ის არის, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანს აქვს რაღაცა შრეები, ხო? შეძლებს დაგვარად. ეხლა აქედან გამომდინარე, თუ ადამიანს აქვს შრეები, ყველა შრეს თავისი რაღაც მოვლა პატრონობა სჭირდება. ხო? აი მაგალითად დიდი მოყვარული ვარ კარლ იუნგის და კარლ იუნგი მაგალითად ფსიქიკას ზუსტად ისე აღიქვავს, როგორც მე ვისაუბრე ამ სხეულის აღდგენაზე. აი ფსიქიკასაც აქვს თავისი აღდგენითი მექანიზმები. მაგალითად აი ფსიქიკა, დეპრესია მაგალითად, ეს კრიზისები, ეს არის ფსიქიკის აი ჭრილობები რა, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ეს ჭრილობა ჩდება, უნდა აღდგეს, ხო? აი ესეთი მდგომარეობები ფსიქიკის არის კრიზისები, აი რაღაცა ცუდად ყოფნები, რომელიც ჩვენ ძალიან გვეშინია. სინამდვილეში ეს არის აი მართლა მონაპოვარი, თუ შეგიძლია ამასთან გამკლავება და თუ იცი, ვთქვათ, რა არის ეს. და ნუ ეს არის სხვა შრე, ხო? აი ადამიანები მაგალითად ძალიან ნულიან ტანს, დადიან სალონებში, ხო, ლამაზი თმები აქვთ, ლამაზად გამოიყურებიან, მაგრამ ნუ არ არის კარგად. ნუ რაშია საქმე? აი ეს შრე არ არის კარგად, ხო? ამიტომ ჩდება კითხვა, როგორ შემილია, რომ აი ამ შრესთან რაღაცა ურთიერთობა დავამყარო და ისევ მივდივართ ნერვული სისტემის რეგულირება. პირველი, აბსოლუტურად პირველი საფეხური არის რელაქსაცია. ჩემ გამოცდილებაში, ჩემ პირად და აი პაციენტებთან მუშაობაში, აი შენელება, სულ დარბიხარ, ხო? უნდა გაჩერდე, დაწყნარდე. ესეთი რაღაც შემთხვევა მქონდა, ხა ნიუ-იორკის რითმი, ხო, წარმოგიდგენია. და ნუ მეც ვიყავი მაგ რითმში ამ რითმში რო ხარ დაკარგული, შენი შინაგანი სამყარო საერთოდ არ არის დაკარგული გაქვს და გათქვეფილი ხარ, ასე ვთქვათ, ამ გარემოში. და მივედი მეტროში ჩავედი და ეს ბარათები ყო გასატარებელი და ამოვიღე გასაღები და ნუ ვატარებ ამ გასაღებს. და აი რაღაცა მანდ ამენთო, გავჩერდი. აი გავჩერდი და იმის მერე არავჩქარებულ ვარ. აი რა უცნაური რაღაცა მომენტი იყო, მაგრამ გასაღებით შევდიოდი, ანუ აბსოლუტურად ავტომატურ რეჟიმში თურმე ვცხოვრობ. და ესე არის ძირითადად, ხო, უმეტესობა ჩვენ ადამიანების ამ ავტომატურ რეჟიმში ვცხოვრობთ. და არის უკვე იმის საჭიროება, რომ ეს შენი შინაგანი სამყარო გააცოცხლო, როგორ ცხოვრობ შენ თავთან. როგორ რას გრძნობ, მარტო რო ხარ. სხვადასხვა აი ეს დიტოქს პროცესებიც ძალიან აქტუალურს ხდის, იმიტომ რომ ძალიან ახლოს მოდიხარ შენ თავთან. ჯერ ერთიც ამ ცხოველს აღარ აჭმევს საჭმელს, ის გიждდება, შია და აი როგორ შეგილია ამ ყველაფერთან გამკლავება, ხო? ამასაც მოაქვს ძალიან დიდი რეალიზაცია, თუ ასე შეხედავ, რა თქმა უნდა. დააკვირდები ამ პროცესს.
აი ცუდად ვარ. იმის მაგერს რომ წახვიდე რაღაცა შეჭამო და ეს ცუდა. აი რატო ვარ ცუდად, ხო? დააკვირდი ამ ცუდად ყოფნას. ხო, ან არც დასვა ეკითხვა, უბრალოდ იყავი ამ ცუდად ყოფნაში, ხო? ცოტა ხანი რაღაცა ხარ ცუდად ყოფნაში არავის არ უნდა. ზირითადად ჩვენ გავრბივართ. გავრბივართ აბსოლუტურად ყველაფრისგან და სულ ვცდილობთ რომ აი გარემოში ვიპოვოთ ეს რაღაცა. ყურადღების გადატანა. ადამიანებში, თან ეს რაღაცა ისეთი ცნობიერება, ყველაფერს ვიყენებთ. აი რაღაც ეს კონსუმერული ხო, კონსუმერული ადამიანებს ვიყენებთ, რესურსებს ვიყენებთ. აი იმის მაგივრად რომ მივხვდეთ, რომ აი როგორ შემიძლია ამ ადამიანთან კონტაქტი დავამყარო და აქედან მივიღო ის სიამოვნება, ვიდრე მე ამდენ ვიფიქრო, რაღაცები მოვიფიქრო, ეს ადამიანი რაღაცნაირად იმას ქნა, ხო? სხვა ცნობიერობა არის უკვე და რაღაც სამყაროც რაღაცნაირად სხვანაირად გილაგებს მერე. ხო, ეს რაღაც შემდეგი ცნობიერება არის, რაღაც რომელიც აუცილებელია არის, სადაც დამკვირვებელი გჭირდება და დამკვირვებელს ააქტიურებ და უკვე ყველაფერს აკვირდები საკუთარ თავს, შენ ფიქრებს, რა აზრი შემოდის, რა სურვილი გიჩნდება და აბსოლუტურად ყველაფერს და ძალიან საინტერესო პროცესია. უნდა ამეცადინე ჯერ დამკვირვებელი რომ გაჩნდეს. რა თქმა უნდა, ეს თავისთავად არ ჩნდება, კი. და არის მეთოდები ამ დამკვირვებლის გააქტიურების მეთოდები და ძალიან საინტერესოა. კი, ეხლა იცი რა ეს რელიგია ამაზე საუბრობს, მე რელიგიას საუბარი არ მინდა, მაგრამ საერთოდ არ გჭირდება რელიგია, რომ ეს ყველაფერი აღმოაჩინო რა და ჩვეულებრივად ინტუიტიურად არის ადამიანში, აი როგორც ის არის, რომ კუჭანწყალმა უნდა გადაამუშავოს საჭმელი, ეს ცნობიერებაც არის უკვე ადამიანს. უბრალოდ შენ უნდა რაღაცნაირად აღმოაჩინო ეს შენ თავში, თორე. ხო, ანუ აქედან პრინციპში იმიტომ წავედით, ესე იგი კვებიდან და დეტოქსიდან ამ თემამდე, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთთან ძალიან დაკავშირებულია. და მაინც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენ რითი ვიკვებებით. ხო, აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ ბიოქიმია მაინც წყვეტს ყველაფერს, ხო? ბიოქიმია, აი ეს ხასიათები, ჰორმონები ქმნიან ამ ხასიათებს. აი მაგალითად ხალი როდესაც რაღაც ჰორმონალურ ცვლილებებში გადის, ეცვლება ხასიათი, ის ჰორმონები შეიცვალა. ჰორმონები რითი არის გაკეთებული? ცილებით, ცხიმებით. განპირობებული, რასაც რითიც იკვებები. რა თქმა უნდა. უწყობს ხელს, ორგანიზმის თავად აწყობს რაღაცებს, იქ აშენებს, მაგრამ აქედან გარედან შეტანილი, ანუ ეს ჩვენზეა. ეს ჩვენ უნდა გავაკეთოთ. განსაკუთრებით პროცესირებული, ან გადამუშავებული საკვები ძალიან მოქმედებს ჩვენს ნერვულ სისტემაზე. კი, და ჩვენს გადაწყვეტილებებზე. კი, რა თქმა უნდა. მოქმედებს, იმიტომ რომ აი ეს ნუტრიციულად აბსოლუტურად გამოფიტული არის და ვერ აძლევ ორგანიზმს საჭირო რესურსს. აი მაგალითად ტვინი ენერგიის 30%-ს გამოიყენებს, ეხლა რამხელა არის, ხო? და არ აქვს ეს რესურსი, რომ ამდენი ენერგია გამოიყენოს. შესაბამისად, ტვინს თუ არ აქვს ეს რესურსი, რაღაცეები უნდა მოახერხოს იქ, რომ და შესაბამისად ეცემა ხასიათი, ენერგია, რაღაც არაფერი აღარ გიხარია, ხო? ეს ყველაფერი ჰორმონების და ამ ნეიროტრანსმიტერების თამაში არის ფაქტიურად. გამოფიტომიდის. კი, ეს არის თანაბარი რაღაცა აი ორგანიზმი არის ერთი მხარე და ჩვენი არჩევნები არის მეორე, ეს თანამშრომლობა არის. ნუ ეს რაღაცა ჰარმონიაში ყოფნა. ყველას ვეკითხები ჩვენი ქართული სუფრის და ჩვენი კვების კულტურის შესახებ. ძირითადად ნუტრიციოლოგებს, გასტროენტეროლოგებს. მაინტერესებს შენი აზრი, რას ფიქრობ? მე მგონი ყველას ძალიან გვიყვარს ჩვენი ქართული სუფრა, მაგრამ აი როგორ უნდა ვიკვებოთ ქართულ სუფრაზე ისე რომ არ დავაზიანოთ ჩვენი ორგანიზმი, თან ეს თუ ხშირად ხდება. ხო, ქართული სუფრა, ხო? აი რა არის ქართულ სუფრაზე? ნუ გააჩნია რა რეგიონში მე ხვალ, მაგრამ ნუ ხორცეული ძირითადად, რომელიც არის ძალიან გემრიელი და კარგი ხარისხი, არის ტყემალი, რომელიც ყოველთვის არის. რატომ? იმიტომ რომ ეხმარება ცხიმების განეიტრალებაში. იმაში არის რაღაცა მცენარეები, ის რაღაც ქონდარი, რაღაც ქინძი, რომელიც რეალურად შლის ცხიმებს, ხო? ეს ინტუიტიურად, ტრადიციულად ხალხი მიხვდა ამას, რომ მარტო ხორცს რო ჭამს ну, იმასთან ერთად რო ჭამს, უფრო კარგად გზნობს თავს. მწვანილი, რომელიც არის მწვანე, ბოლოკი სიტყვაზე, ხო? Ну, ეს ხაჭაპური და ის უკვე გვიან უკვე მერე შემოვიდა და ну, გემრიელია და ახლა ამაზე ვერაფერს ვერ ვიტყვი ხაჭაპური როგორ შეიძლება ვინმეს დაუშალოთ, მაგრამ რომ იცი რა არის, აი ტრადიციულადაც, როდესაც ქართველები ასე მიირთმევდნენ, მე მშრომობდნენ, ხო? ომში დადიოდნენ მამაკაცები. ნამდვილი საკვები არც იყო. არც იყო ძირითადად, მაგრამ აი რო შეჭამდნენ ხორცს, პურს, მე
შეждდებოდნენ ცხეზე, წავიდოდნენ ომში ან წავიდოდნენ ყანაში, ფიზიკურად მოძრაობდნენ და შესაბამისად ეს კალორიებიც და ეს ყველაფერიც იწვებოდა და გამოიყენებოდა. ეხლა რა ვშვებით, მივირთმევთ, დავწვევით, ხო? რაღაც ოფისებში ვზივართ, მაშინთან არ იყო გადამუშავებული ფქვილისგან დამზადებული ეს ცომეული. კი, არ იყო. ურიცხვანაირად მზადდებოდა. ენდემური მარცვლები იყო, რომელსაც ძალიან დაბალი გლუტეინის და იმისი, რა ქვია, კრახმალის დონე აქვს და შესაბამისად უფრო ადვილი გადასამუშავებელი იყო. ეხლა თუ გვიწევს, ეხლა რო ჩამოვდივარ, აქ სულ მიწევს ამ სუფრებზე ყოფნა და ძალიან მომწონს და აი უდიდესი ამოვნებას ვიღებ მეგობრებთან და ქართული მუსიკა და ჭამა და ნუ მე ვცდილობ რომ ერთი დღე თავი შევიკავო და მუშაობს სხვათა შორის. მე შემილია, ხა არ ვიცი ზოგს შეუძლია თუ არა. წყალი მეორე დღეს მინერალური წყალი, ნუ ნესვი, ეს კუჭნაწლავი რო ცოტა გაიწმინდოს. ანუ მეორე დღეს აკეთებ დეტოქსის მსგავს დღეს. ხო, რაღაცა ესეთი შემსუბუქებულ რაღაცა დღე მაქვს ხოლმე, იმიტომ რომ ნუ ამდენი ხორცი, ამდენი ხაჭაპური, ამდენი რაღაცა და ნუ ბუნებრივად ჩდება მაგისის და სხვათა შორის ახლა მე ესე ვარ რომ აქ უფრო აი საქონლის ხორცს უფრო მივირთმევ ახლა ნიუ-იორკში რო ვცხოვრობ ალბათ თვეში ორჯერ საერთოდ არ მჭირდება აი ერთხელ რომ მივირთმევ ერთი კვირა არ მშია ხოლმე რაღაცა ეს ასაკთან ერთად შეგეცვალა? არა ეს შემეცვალა აი ამდენი გაწმენდების შემდეგ შეიცვალა ძალიან ბევრი რამე ორგანიზმში საინტერესო ანუ როგორც თქვი მოდი გაგვიზიარე შენი გამოცდილება დეტოქსებთან დაკავშირებით. დეტოქსებთან მე 2 წელი ძალიან ინტენსიურად ვაკეთებდი, იმიტომ რომ თან ვსწავლობდი და იცი, ჩემთვის მნიშვნელოვანია რომ მე რასაც ვსწავლობ განსხეულებული მქონდეს. ახლა მაგდონეზე რომ ვხვდები, უკვე უფრო ადვილია ჩემთვის ამაზე ლაპარაკი, ხვისთვის გაზიარებას და ასე შემდეგ. ნუ 2 წელი ძალიან აქტიურად ვაკეთებდი, იმიტომ რომ 2 წელი ვსწავლობდი ამ კურსს. დაწყებული მხოლოდ ხილზე ვიყავი რამოდენიმე თვე ვეგეტარიანული დიეტა, ვეგანური, ანუ ეს მაინც უფრო დიტოქსების რეჟიმები არის. სამკურნალო მცენარეებით, ძალიან ინტენსიური ეს ფორმულები არის, ჩემი თვითონ მასწავლებელი ამზადებდა და ნუ ეს ძალიან ინტენსიური კვების რეჟიმი და ეს ინტენსიობა იზრდებოდა თანთან, რაც უფრო ვეჩვეოდი და შედეგად ფაქტიურად სეზონური ალერგია აღარა მაქვს უკვე 10 წელია, ხო 12 წელია საერთოდ. კანზე მქონდა რაღაც ეგზემური რაღაცები აღარა მაქვს, რაღაცა ერთი რაღაცა რომელიც ძალიან ისეთი უმნიშვნელო არის. ნუ ენერგია, ხასიათი შეიცვალა თითქოს რაღაც ფსიქიკა ძილის პრობლემა არასდროს არ მქონია და ამიტომ აქ ვერაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ აი რაც შესამჩნევი იყო ალერგია, ეს ეგზემა და რაღაცა აი ცნობიერება თითქოს, რაღაც გაასუფთავდა, რაღაც წავიდა რაღაცეები რა. მნიშვნელოვანი. ხო, ძალიან მნიშვნელოვანი და თან ურთიერთობა საკუთარ სხეულთან. და კავშირი, ხო, ეს გრძნობელობა გაიზარდა, მარტო საკვების მიმართ არა, საერთოდ. რა არის ჩემთვის კარგი, რა არის ინტუიცია, რაღაცა წინ წამოვიდა. ხა არ ვიცი ეს მარტო დიტოქსების ბალია თუ არა. ამიტომ ხარ დაიწყე ხატვა. იცი რა არის, ალბათ ეს ხატვაც იყო რაღაცა გაგრძელება ამ პროცესის, ხო. აი ეს ხატვა დაიწყო რაღაცა კრიზისი, მენტალური კრიზისი, ეს იყო რაღაცა ამ შრის გააქტიურება, ვილსაუბრეთ, ხო, ეს სხეული. და შემდეგ ამ წლების შემდეგ რაღაცა ამ შრესაც მოუნდა თითქოს რაღაცა გამოსვლა და რაღაცა კრიზისი მოვიდა და მე მაშინ ახლა იუნგს ვკითხულობდი უკვე და ძალიან კარგად მივხვდი რა იყო ეს. და ნუ 1 წელი აბსოლუტურად ვიმუშავე ჩემ თავზე ეს რაღაცა უცნაურ სამყაროში აღმოჩნდი აი კრიზისის მხრივ დეპრესიაც კლინიკური სიტყვა არის და არ ვიხმარ უფრო ეს დიაგნოზი არის, მაგრამ ძალიან ახლოს ვიყავი რა მაგასთან. და ნუ რაც შეიძლებოდა ყველაფერი ვსინჯე, ყველანაირი მედიტაცია, ყველანაირი ყველაფერი არაფერი აბსოლუტურად. ნუ შეიძლება რაც ეგზისტენციალური კრიზისი. არა, ფსიქიკას უსჭირდებოდა რაღაც სხვა. მას ჰქონდა გეგმა. და გეგმა იყო რომ მე უნდა მეხატა თურმე და აი ეს ინტუიტიურად დავიწყე უბრალოდ რაღაცების ხატვა. და აი ახლა თბილისში მაქვს გამოფენა და ძალიან ბედნიერი ვარ. ძალიან მიხარია მეც. ხო, ძალიან. და ეს აბსოლუტურად აი ეს რაღაცა ძებნა, რაღაცა საერთოდ დამთავრდა ამ ხატვით. ხო აქვს ადამიანს რაღაცას ეძებს, ხო? აი აბსოლუტურად
დამთავრდა ეს ძებნა. რა საინტერესოა. ესე იგი, აი ამ კრიზისით მიხვედი ხატვამდე და თითქოს დასრულდა ეს გეშტალტი. ჯერჯერობით კი. ხო. არავინ არ იცის რა არის შემდეგი. რა თქმა უნდა. სანამ ცოცხლები ვართ, და ეს ასეც უნდა იყოს გრძელდება განვითარებით. რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მადლობა სოფო მოსვლისთვის. ძალიან საინტერესო საუბარი გქონდა და დარწმუნებული ვარ მაყურებელიც დარჩება კმაყოფილი. დიდი მადლობა შენთვისაც. უღრმესი მადლობა.